მოდი გიორგი ბატონო. შენს ოჯახში რეულებით გამოწვეულ სიხარულის გამო. გაუმარჯო, შეშეხვედრა. გაუმარჯო. მადლობა დავით ბატონო. იმათ მიმოარების ეს. ჩესნაირად რამაზ სიტყვი დაიწყე რომ გავიგე ერთმანეთს შეხვდებოდი ბეთი ორმაგი სიხარულით წამოვედიო. ზუსტად ესეთი განწყობით წამოვედი მე და დაიხმაურა რა შევავიდე მე ჩვენსავი გაუმარჯო აუ ვეგრა დავდით ნოღაიბინა უცა ბრო მეტო რამ ხარებია ეს არის უცელში არის და ო მაგას არა იქაც კი მოგდით ბორფესბულეთი ხოდა დრო მოგაა ეს რაც ვიყავი დაიხმარს მოვედი დრო დავიდა როხი ო და 4 წელი გამდა წელნახევრის კინო ხოდა რომ ერთად იქ არ ვიყავით იქ მეცხრე თვეში ხوار იქნებოდა ე ორი თვე იქნებოდა გისმე გეთაცო წელნახევარი გასო კი არა იოანე არმანატია ამბანო ჩემ ბატონი რა სიციო განიხსიზეს? ვინაც ათოვაში ეს ამოიწა და იორდანეში წყლით გამბარა და გუშინ საინტერესო გადაცემას უყურებდი და ექიმი ყავწვილი კაცი ბაქრაძე ვარად ძალიან მომეწონა ამას საფიქსირდებაო ქრისტიანობაშიო ხალის და მამაკაცის გენდერული განსაკუთრებული ერთიანობა და თანასწორობაა. ზოგმა მაგდალინელი ხო, ზოგმა ისე და აი იოანე ნათლის მცემელიო პატარა ხმატულს რომ მოკიდებს ხელს და წყალში ამავლებს და გააქრისტიანებს, რომ იქვე პატარა გოგოს დასწრება და იმასაც ამავლებს. მანამდე და მას შემდეგ არც ერთ რელიგიას მსგავსი ტოლობა ხალისა და მამაკაცის თანასწორობისა და მათი მისიის ერთსწორობისადმი არ უკეთებია. ქრისტიანობამდელი საქართველოს ისტორია გაცილებით უფრო საინტერესოა ვიდრე ქრისტიანობის შემდგომი, მაგრამ ჩვენი იდენტიფიცირება მაცხოვართან და ქრისტიანობასთან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენთაგანისთვის, იმიტომ რომ მოდის ღვთის ძე და სულიწმინდის მადლით ისინი ვინც მანამდე არიან დასასრულები საფრთხეში იკურთხონ და ახლობლად და მეტის სინამდვილე შეგვიძლია. ბედნიერება და სიკეთე არ მოხერხებს ორებაში და ეს საწმოებას გაუმარჯოს. ეს სამოცავებს წინდა რამას სამოცავებს. დიდება იყოს. ძიდება ამის. მე მგონი გინეკოლოგის თითები გაქვს. ვერ მიხვა. მაშინ ახლა მოიცა ვერ გავიგე მოვა. აკუმულატორები მაგ. დიდი ენაკლიმატი ხალი იყო ჯიბიდან გავარდი თევზად. შემოხეთ ჩოხატაურის რაიონიდან. ეხლა ყველაზე კაი ადგილი რომელია, ხო? საიდანაც ჩვენ გამოვჩდით ამ ქვეყანას. ეს გინეკოლოგია რა არის ეს მეურჩაიბე. ყველაზე კაი პროფესიაა. შემოხელსო გამოიძო ხუთუმნია. შემოხელსო გამოიძო მასწავლებელი. ყველაზე კაი პროფესია ცხოვრებაში. არ დაუჯერე. ბუნდუკ. ახლა გარჩი. არა, ისტორიკოსობა. მაშინ ეგეც ტრენდული იყო, იმიტომ რომ ისტორიკოსებს ეძახდნენ სარაიკომის მდივნოს. აი ეს და მერე აღარც ნომენკლატურში კი აღარ გამოვიდა ჩემგან და შერჩი ამ სუფრას და აი ამ მაგრამ
არა უნდა გაიხარე. მაგრამ ჩვენი ნინიკო არის თავისი საქმის დიდი სპეციალისტი. თანაც ხალი და რა ხალი ულამაზეს ენით რომ ვერ აღწერ ისეთი პატარძალი იყო და ეხლა საერთოდ არ დაუკარგავს შაიმსო აიზარდა უფრო დაქალდა და 3 ქალიშვილის დედა აში ბატონებო multiprofiluri instrumentalistია. აში ჩვენ გიორგი. იმის შემდეგ სულ კონცერტებზე ხვდებით ერთმანეთს და ყველა კონცერტზე მკირდება რომ შენიო кайხნის ვალი მაქვს გადასახდელიო და ესე იგი ჭკვიანი კაცია. ბალღი გააკეთა, მონათლა და თან ჩემი ვალიც გადახდაც გამომივიდა. უკვე მე რამდენად ვამუშავებ უფას. გაგიმარჯო, ჩემო ნინიკო და ჩემო გიორგი, მერხა ბედნიერება და სიკეთე. გიორგი დაგლოცავ, შემოგეუბნე. ნინიკო გაუმარჯო. ვერცმა დაგლოცავ. აი სამართა გმირი დედა, სამშვილის დედა, არის გმირი. ეს ქართველი ადამიანი, ქართველი ხალი სამშვილს გაუშვეს, სამშობლოს არის გმირი თქონდა. ვერცმა გაუმარჯოს, აგერ ნინიკოს დავლოცავ. ნინიკო გაგიმარჯო, შემოგევლე და კარგად იყავი. ლომო, გაგიმარჯო, შემოგევლე. კარგად იყავ და ვერცმა აი ლამაზად შეგაბერო ერთმანეთს და აი ყველაფერი ლამაზად გაუმარჯოს ჩვენს თბილი ანგებით. რომლებმაც სამი შვილი მოულედეს ჩვენს საქართველოს და ჯერ სად არის კაცო? შეუბერებიდი ძმაო. მეტი ბედნიერების ეხლა 3 ბიჭი უნდა ამსამგოგოს და აი ეს მე 6-იანა ყველაზე მაგარი იცია. არ დაუჯერა რომ ხანო ხაჯების იცრო და ხარაგაც იძახი აქვს. ჩემ თავზე მოგამოჩი. 2-6-იანი წლოვანებმა 6 წელი ცოლი ყავდა, ისიც 2-6-იანი წლისა. ვარ ხოშერა ჯიგრო. ბატონო თამადა უღრმესი მადლობა უპირველეს ყოვლისა სულ პირველივე დღის დაახლოებით თქვი მე წეღარ სადღაც 20 წელი მეთქი ჩვენი მეგობრებისა და თორე რა თქმა უნდა ბავშვობიდან ჩემთან ვიყავი რომ ტელევიზორიდან გიყურებდით ხოლმე და გიცნობდით და უკვე იქიდან გვიყვარდით პატარები რო ვიყავ ტელეწამყვანი და ასე შემდეგ რო გრძანდებოდი იმის მერე დამეგობრება ქორწინების დღე ნათლობები და ყველაფერში უქმესი მადლობა ღმერთმა გადაგიხადეთ სიკეთე და ჩვენი ოჯახიდან კიდე რასაც კლიპებს რატომ არიდებს კლიპებს ეს რასაც ჩვენი ოჯახიდან შევძლებთ და შეუძლებესაც ჩვენი მეგობრებისთვის ყოველთვის ვიხარჯებით ბოლომდე მადლობა ამსაგრედელოს თქვენთან ერთად ყველას მადლობა ყველას გენახონდეთ სულში და სულში ყველას მუსიკოსია კაცო ყველა ინსტრუმენტს როგორ აბა 10 წელი შესრულდა ნინო იოსებიძის და გიორგი მერანიშვილის ქორწინებიდან შედავდა
აი ხარე, მაიცა დაკავებული ვარ. რავი, სადაა? აში დავკა, კარამატა. ჯანმრთელობა გქონებოდეს, რას გაიტაცა? ჯერ რომ მიიღოს სტუმარი და ბავშვები ისე დაეზარდოს, არანაირი პრობლემა არ გქონებოდეს ოჯახში. აბა, როგორი კარგი მასწავლებელი, ნახე. მიასახლისი გინეკოლოგი კი არა, გინეკოლოგი. ამაში ფული არ გეხარჯება რა, ბალღების კეთებაში. ყველაზე ძვირი ეგ არის. მუსიკოსი კიდე უფრო გაძვირდა და გაძვირდა. გახსოვს იქ რო არის. მეკისეო შენი მეზობელიაო. მეთევზე შენი მეზობელიაო. პირთის გადატანა გინდა და აღერც უყოლაფერი ქურტები აქ არის, უყოლაფერი აქ. ერთ ოჯახში იყრიდა. ეგრეა. და არის ეს შობიარობს, ეს ღერის და უკრავ. ამის არა აწყვილი ოჯახი. იზრდებიან. აქე გენეტიკა, იქე სიმღერა და აი პარკო. ჩვენს ოჯახს გავუვარ. ჩვენს შვილებს გავუვარ და იმ ძირსა და ფესვს გაუმარჯოს, რომელზედაც ამოიზარდენით თქვენ, ანუ მერაბის შვილების მესხურ, დიდებულ ძირსა და შტოს გაუმარჯოს და იოსებიძეების გენიალურ და აღრეწის შევეცნებასა და შემოქმედებას ლევანდელი თავარ როლში. შემოქმედებას. აქამდე შენ მხოლოდ მეგობარი იყავ, ნინიკოს. ეს ამას ახალბი როლი. მაგარია. სპორტში მაგის მე და შენ ერთად წვიში. პროგრამას ვინი ალამანი გავწევთ. გოლითაცია. ესე. მე პირადად გამოვიდო. გურა ჩინჩალაძე არის დღევანდელი ნათლობის ტარიღის მთავარი მიზეზი, საბაბი და განმსაზღვრელი, იმიტომ რომ 4-ში შაბათს უკვე გაუცრელი კი არა, აუცრელი ჭადით გამოზრდილებს რესტორნებში აღარ შემოგვიშვებენ. ბოლო ბანაობა, აი გეშეჭდა და ამას გადმომწიეთ. რა 4 კაცო ხვალიდან? არა, 4-ში უნდა ყოფილიყო მე შაბათი დღეა. მაგამ ბავშვი. მონა ხვალიდან 4-მდე კიდე ხო უფრო დამძიმდებოდა სიტუაცია. ჯერ არ მოგიგებო. რა ეგრე იტკეს? თუ ყველაფერზე ოკეი უთხარი ხო? ოხშენი. მისმა ამ თიკუნმა და სასცენო მეტსახელმა გაამართლა. დალილამ შექმნა ეპოქა მთელი 30-40 წლის განმავლობაში. ეს შესანიშნავი მოღერალი იყო გემოვნების შემკვეთი და დღის წესრიგს ადგენდა იმ განსაკუთრებულ ამაში, რასაც ქვია მუსიკა და რასაც ქვია ის ჟანრი, რომელსაც ის უღეროდა. უბრალოდ სხვა დალილა არ მახსენდება დღესდღეობით და მეორე არის ჩვენი პატარა სიცოცხლე, გოგო, რომელიც შემოვიდა ყველანაირ კომპლექსების გარეშე, გაათვალიერა, მუსიკას ხანი ააყოლა, გაუჭირდებოდა თუ რა, როგორ არის და მადლობა გადაუხადა ორ ულამაზე ბანოვას, რომელთაც ეს არის ნახე რა კარგი ბაია. დაუჭირო დაედევი. გე? აბა ხელი დაუქნე. კარგი, ახლა დაგსხო. და კიდევ ის ტრადიცია ალბათ 2000-3000 კიდევ პატრიარქი გახავს მესამე ნატრია.
და კიდევ ის მოდელი, რომელიც კონკრეტულად ამ რიტუალში იღებს მონაწილეობას. ასე რომ 4 ნათლი აღავს შეიძლება ითქვას პრაქტიკულად და მოდი ნათლებს ნადობა გადავხადოთ მირონის გაცემისთვის. ჩვენს დალილას უსურვოთ ეს მირონი და იმ გუნდს რომელსაც რიტუალი შეასრულა ისიც ნათლიად ითვლება. ამით ყველას დაუწყო. დაუწყოთ იცოდოთ. გაჯობია მე რა მიშურაში გორიშავა. ააცა მასალა. საიდან მოუტანო ახლა? წერილობი თორემ როგორც კონტროლი ბაერი ისე. გერაცვალე დავეთი. მაია ნაცლია. გილოცავ. ესე ვიყავი რომ გილოცავ ამ როს რა ეხლა დავუწევი. აბა თავასხა. აბა მაიურებელია შეიჭიქა. რელაცვალი. მომენტა შენი. დავითი. თავასხა. ეს ოცხეთი, ეს ოცხეთი.
ჩემში кайკით არის, და სხვა ვარდას ვარ, ამით მოგეთახმე. გასწავლებზე გადავედი. აი ხარ. აგიობა. ასე ერთ მეტი შეთავაზა. ოპტიმისტურა. ძალიან კარგი. ამყრენის ძიმაზე ვარ. აი ეგრე უნდა. იოინა, გადაღება გვიდა, ერთად გადავი. ერთის აგები და ვაყრია. მოდი. აქ შეიძლება გამოვიდე. ჩუმა საკ. იძებნება. იმიძებნება, ვი? აჩე იძებნება. ახალსარდელი და მშობელი დედიკოს დედა და იმ დედიკოს, რომელსაც მე ვიცნობდი და რომელიც ქორწინებიდან ძალიან მალე გამოგვეცა ხელიდან შემოძღვრა. არაჩვეულებრივი ქალბატონი გახდა თქვენს ოჯახში, რა თქმა უნდა, კოლექტიური შემოქმედება იყო ის სუფრა, რომელიც მე მივიდა, მაგრამ იმ თორმის გემო დღესაც არ მომდის მონებიდან და მეხსიერებიდან დედაშენ გაკეთებული თორმა იყო. ეხლა თორმას ვიღარ აკეთებს, მაგრამ ძალიან მაგარი მევიდა აღაშენ ზოლის ახლა შემოგიო
საუბრობდით და მოკლედ ვთქვათ, ის შინაარსი იყო, რომ ისევ დიდი სიმაღლე, დიდი მადლობა, მეგობრობის პატრიოტიზმი შენ დაუყარე. მე ვილაპარაკე, შენ დაუყარე. ეს დაწერ. ის იმღერა. ალეშოვის სწორად დაპატიჟებ. ალეშოვის კონცერტებს აღარ აცბაო რა. ისევ კახელი კაცი რა. თუ დაგვეცა თავში მე ნახე. ზეზურასთან დავაკეთე. აბა, ვინის კაზინო დგავდი ნახევარი მონო იყო. ნაცნობი და ეგეთ ხუბრობა. აქცია. treba ხო ის განსაკუთრებული ფენომენია, რისი გულისთვისაც შეიძლება სიცოცხლე დათმო, მაგრამ სამშობლოს მონობაში ყოფნა დიდი ღირსება. ეს 23 წლის 2 მეტრიანმა თანამედროვეობის გენიალურმა ვაჟკაცმა გიორგი ანწუხელიძემ მთელი თავისი სიგრძე სიგანით გაითავისა. მართალია ის დაამცირეს წიხლით შესდგენელ ზემოდან, მაგრამ მას ვერ აიძულეს, რომ საქართველოს დროშაზე ფეხი დაედგა. შინდისის გუგული გალანძე. აგებული კომის ბოლო ეპიზოდი, მაგრამ არ დანებდნენ. და ის ისტორია ვერი ისტორიების საოცარი ხადი გამოძახილია.
სისხლით მორწყულ ქართულ მიწას ისევ სისხლის იმაელისო 85 წელს არის დაწერილი უხრა ნაჭავარი. მოეთ იმიტომ ხარ რომ დრო და სიტუაცია განჭრიტო ის ეგონა ეს კლასეთი სისხლის წვიმებით კლავაში მეტეს ყველაზე უარესი ის არის რომ ერთლანებზე დიდი მტერი ისევ არა ვა ეს არის ეს მუსიკოსი ეს მუსიკოსი მაგრამ მოდი შეიძლება გავიდა ეს არის პოეზია ეს არის პოეზია აბა ის მიშექები შეიძლება მე მონოსილერეს დედა იმისი ტექსტები წერე ეს კომპანირებული არის მაგრამ არა ის რაც არის კარგი ის რაც არის უკეთესი ჯო ჩემი თუ არა გერა ის გაგვადა ამაზე მეტი არავის სხლაქსა არ გამოვაჩი აი ხა შემოდიო აი შერო სალამო სამოიგე დანარჩენი ინსტრუმენტებიც რო შენი აკომპანირებულია რო ხახბერანდა
აი როგორი ვარსკვლავები არიან და თანაც ერთმანეთს გვანა თანაც ულამაზესი და თანაც ერთმანეთისგან განსხვავებული და სის კაბადონზე 9 წლის შემდეგ აღმოცენდა ვინ? იძინა? არა. მიშა? არა. 9 წელი მარტო პოლიტიკასთან არ იგივდება ხალხი. 9 წლის შემდეგ ქორწინებიდან ოჯახში აღმოცენდა ჩვენი მასპინძელი დანილა. სინავს და კარგია, ბავშვები ძილში იზრდებიან. ეხლა შეისახელი მითხარი. მარიამ, შეისახელი მარიამი, შეისახელი მითხარი პატარა. ნანუ. ის მომიჯელი ვინ არიან? არო ხალხი ჩვენები არიან, ხო? გეგმები ყარა. მოდი, სახელი მითხარი. არო შენი? ია, მოდი. აი, ეს არის საჯიშე ქართული. ინა ყველაზე ჩვენს საქმელს ითვისდა. მოდი, ბიჭო, შეძლების დაგვა. ნაკლები პრობლემა დაუტოვოთ. ჩვენს თავზე ავიღოთ საქმელი და საქმელი. ო, ეს პროჯექტია წარმოგიდგება. მე სახელმწიფო. ვალე. ах, უпроსი აქ მე ვარო. ეს შეგონია ეგრე თორე, იცი ვინ არის უпроსი? აი ეს. ყველაზე პატარა გოგო, ყველაზე უпроსია. ეს ყველა დიდმა კაცმა იცის. ჯონი მითხრა, შეზე უпроსი ვარო და მე და ჯონი იმდენი არ ვიცით, რაც მაიკოს უკვე სიმღერების რაოდენობას მე არ დავუთვლი, იმიტომ რომ სიმღერების რაოდენობით არ შეიძლება შეფასდეს კომპოზიტორი, ხსველი, შემოქმედი, არ შეიძლება მის მიერ შექმნილი ნაწარმოებების რაოდენობით დაფასდეს. ზურას ერთი სიმღერაც ეყოფოდა ან ერთი ორატორი, ან ერთი ხუყა, რომ სამარაჯამად გაემკვიდრებინა ადგილი ქართველი და არა მხოლოდ ქართველი ხალხის გულში. დღეს
აქვს უცხოური მეტსახელი ანუ ტიტული ის გახლავთ ალექს ვოზნიაკი იმიტომ რომ ბებია ყავდა პოლონელი აში ჩვენ ზორი ბაბუა ხარაჭო მე პაპა ვარ ჩემი გიორგის კამპანიას ამშვენებს ცნობილი მომღერალი სიმღერების ავტორი შემსრულებელი ჩემბანანი საესტრადო შემეცნების ბაკალავრი და მაგისტრანტი ბატონი ჯებალ ბერძენიშვილი ბატონო ჯებალ აგმოცა ბერლო ბენდიერება და სიგეთი არ მოხერხდა უმეტესი მადლობა როდესაც აზერბაიჯანელები საბჭოთა კავშირის დამხობის შემდეგ ტერიტორიებს და სომხებს მათ შორის ვედავებოდნენ ჩვენი ჯონი ბატონი ელაშვილი ყოველდღიურობის თავმჯდომარის ალყუაში ისეთ სიტუაციებს აკეთებდა რომ ახეთ გადაუწევდა მე ისინი უკან გადავწერდა ალაზანს მოწოდა ალაზანს ბოლოს საჩვენოში და მე როსიანი ტრაქტორი გავატარე რომ ვეღარ გადმოსული იმდენად რმა ინტელექტისა და შემეცნების კაცი იყო როგორ შეიძლება წარმატებული პოლონელი თავმჯდომარე ახდეს დირექტორი იყო მეურნეობის ერისიმედი კლიპმეიკერი ესე იგი ბუჩი არის მოთავსებული ნიჭიერების თელი თაიგული და ეს თაიგული ანუ ბუკეტ მენეჯერი გახლავთ ჩვენი ჯონი ელაშვილი დაო ამოდა ხარეძახია ხომ ეგარი პროფესიონალი მოგვა ჯონი მოგვა ამ კამპანიას უერთდება კაცობრიობის გენიალური მენეჯერი აი დიტლები დააკეთა პიმშტეინმა ორი ჯუჯა და ახალი ივერია ეს არის ლეგენდარული პროდიუსერი ახლო წარსულში სენაკის და მარტვილის პოლიციის ადრე მილიციის არჩინებული უფროსი იყო და სმოლენსკური სევერნე სიანის მომხიბვლელი ბატონი თამას ქაჯაია და ბოლოს პარჩევადო საზოგადოება ამ კამპანიას 10 წლის წინათ ჩაეყარა საფუძველი, როდესაც მე გახდით მოწვეული ჩემი ძვირფასი ადამიანების ფორტილის გამძღოლა. ეს მოხდა ასე. არიელ გოგობერიშვილთან, ტაში არიელ ცალკე ანსამბლი მაშინ ეს უკრავდა არიელთან და არიელმა უთხრა რომ ამას წინათ არიელ გოგობერიშვილს გაუგზავნემ მაქვს ასეთი აპი რომელსაც ქვია რაისკენ ნასლაჟდენია და კარგი გოგოების სურათები ჩამოდის ხოლმე და უგზავნით ჩემს მეგობრებს საჩუქრად გაუგზავნეთ არიელად თურმე არიელი შემამდე არა შემამდე შეთავობდა გელოდით ფოსხიშვილი მე რომ გაუგზავნე ეს ამას გონია რომ გელოდი ფოსხიშვილმა გაუგზავნა არიელი არის 73 წლის გელოდი ფოსხიშვილი მაგარი მექანთარი არის 78 მეორე დღეს დილას მიხვდა რომ გელოდის არ ეჭეთავებოდა და ეს მე ვიყავი დაზალი ასე რომ არიელა დედა მოწროდი არა მოჭრა და ეს ნიშნი მოუგე მეოთხე შერო რეკომენდაცია გავიწიე იმ ქორწილის შემდეგ ისი მესამე ქალიშვილი დაპრობაში შენ ახლა დამადიებული უიმე გასაუბრა არა მოდი იმ
არიელს გაუმარჯოს. იმ ალექსანდრეს გაუმარჯოს ქართველი შვილი. ჩვენ საზღვარგარეთ ამურა მელიქიშვილს გაუმარჯოს, ანუ იმ ანსამბლებს, სადაც ჩემს გიორგის დაუკრავს და მომავალში დაუკრავდა ჩემი გიორგი ფილიშვილი. ჩემი უფროსი ქალიშვილი, თამარის ნატი, ძალიან მაგარი ეროვნება. აი ასეთი ერთ კაცი, ერთ მოდი გავუვარდეთ ადამიანს ვისაც ეკუთვნა დააწყო უნდა ყოფილიყო მაგრამ საბატონო ბიზნეს გამო ვერ არიან გიორგის დამფასებელი ქართულ ქორეოგრაფიას ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას ქართულ შემოქმედებას გაუვარდოს და გიორგის წარმატებები უსურვოთ მის დამფასებელ საზოგადოებას ხანგრძლივი შემოქმედებითი სიძვეს
მოსვენა მოსლამსეობა და ღვთისლოცვა დასვლა წინები და ფოტოსვენა როგორ მიყვარხარ როგორც ლექსი ნამდვილი მიყვარხარ როგორც დილანათელი როგორ მიყვარხარ როგორც შოხას ქართველი მიყვარხარ როგორც თათას სამთელი შენი ხილმილი სისარტყელა სისწავლება შენი მოსტენა შენი შეხვედრა ვარსკვლავს ვენა სასულა წვიმები და ფოტოს ვენა Bravo!